მოგესალმებით, ქალბატონო, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დღეს დილით ვინახულე მცხეთის იზოლატორში. იცით როგორი ემხნედა ისეთი გაბედული ადამიანია, ჟურნალისტია, კობახიძის გასაგონად. და მათ შორის იმ ადამიანების თვის, ვინც აი ეს ტელემედის ქართზე რო დაწერეს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტიო, ჟურნალისტია ვახსანაია და როგორც ჟურნალისტი და მოქალაქე ისე გამოხატავს ამ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით. ძალიან კარგ განწყობაზე იყო, კორექტული ამის და მეიქ მოპყრობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს სხვათა შორის იმას, რომ სისტემაში არ არის ისე ყველაფერი, როგორ რეპრესიულადაც ჩანს ეს გარედან და არიან ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ ვახსენაია იქ არ არის იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. ეს არის მისი მშვიდობიანი პროტესტი ამ ფორმით გამოხატული. რაც მთხოვა ვისაუბრეთ მათ შორის დეტალებზე და პირველი რაც მკითხა, ხა არა აქვს იქ ტელევიზორი და ინფორმაცია ეგ გარედან თუ ვინმე შევა მისი მხრიდან იღებს ინფორმაციას და პირველი რაც მკითხა გუშინ გადაიკეტა თუ რუსთაველის გამზირი, ანუ რუსთაველის პროტესტი, როგორც მან თქვა, არის მისთვის ყველაზე მკვეთრი და ყველაზე მკაფიო გამოხატულება დღეს პროტესტის და ამიტომაც ერთადერთი რაც ვთხოვა ასევე რომ მე თქვა თქვენთვისაც, კოლეგებისთვის, აქტივისტებისთვის, რუსთაველის პროტესტის შენარჩუნება მიმაჩიაო ყველაზე მნიშვნელოვნად. რაც შეეხება სხვა მის, ესე ვთქვათ, იქ ყოფით პირობებს, ნორმალურია, როგორც გითხარით, მე ვაპირებ ისე მოვინახულო ეს დღეები და ინფორმაცია კონდეს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ გარედან მას მაინც საკონტაქტო პირები ვინ შედიან, მხოლოდ იმათგან შეიძლება იცოდეს რა ხდება გარეთ. რაც შეეხება მის პროტესტს, იხსენებდა მათ შორის დაკავების დეტალებს და პროტესტს, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა სხვა შორის კობახიძის განმარტებებზე, როცა ამბობს, რომ ჯარიმები არ აღმოჩნდა ეფექტური და ამიტომ გავამკაცრეთ კანონის, სინამდვილეში კანონის გამკაცრება არ იყო პროპორციული ფორმა იმისა, რისთვისაც კანონს უნდა იღებდეს კანონმდებელი. ეს კანონი, რომელმაც პირდაპირ შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ამ კანონის არ შესრულება არ ნიშნავს კანონის დარღვევას და რატომ ამის განმარტება მინდა ძალიან მკაფიოდ კანონი შეკრების და გამოხატვის შესახებ ნებისმიერი სხვა რომელიმე კანონი, რომელიც კონსტიტუციის ქვემოთ არის იერარქიით. მისი დარღვევა ფორმალური დარღვევა თუ ამით იცავს შენ კონსტიტუციის ან უფრო მაღლამდგომი კანონის და კონვენციის რომელიმე უფლებას, მაგალითად გამოხატვის თავისუფლებას, ეს არ არის კანონის დარღვევა. რატომ? იმიტომ რომ ის რაც ამ კანონმა დაადგინა, ამას ეწინააღმდეგება კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი. ანუ საერთაშორისო მართალი, მათ შორის ევროპული კონვენცია, რომელსაც საქართველო მიერთებულია და მას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, ამბობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ, გამოხატონ პროტესტი და ეს შეიძლება გამოიხატოს ქუჩის გადაკეტვაშიც, თუ ამის მიზანი არის არა ის, რომ შენ მოძრაობა შეუზღუდო და ეს იყო შენი თვითამოცანა, ანუ ერთადერთი მიზანი ის არ არის მოძრაობა შეუზღუდო მძღოლს, არა, ამით შენ იცა უფრო დიდ სიკეთეს, როგორიც არის შენი ქვეყნის ევროპული მომავალი და როცა გინდა რომ ამ პროტესტით მიიპყრო ყურადღება ან მოაგვარო, გადაწყვიტო დიდი პრობლემა, რომელიც ქვეყანას უდგას წინ და რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს. ანუ მიზანი აქ ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, კობახიძემ, რომელმაც თითქოს კონსტიტუცია იცის და თითქოს რამე ისწავლა გერმანიაში მათ შორის საერთაშორისო სამართლის კუთხით, ან არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს, რომ რაც არ უნდა კანონები ჩაასწორონ ეროვნულ დონეზე,
პირველ რიგში თუ ის ძირითად კანონს, კონსტიტუციას და ევროპულ კონვენციას და არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ თქვა, რომ მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს იმიტომ გამოხატავენ, რომ მათ აქვთ მაღალი ინტერესი, ამით მიიპყრონ ხელისუფლების ყურადღება, გადაწყვიტონ უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომელიც უდგათ ადამიანის უფლებების კუთხით და ამ შემთხვევაში მათ შორის კონსტიტუციის დაცვა, ხო, 78 მუხლის დაცვა ამოცანა და არა ის რომ დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. ვახოსანაი, იმიტომ ხო არ იდგა ქუჩაში, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ოცნებობს. ამ ფორმით ის პროტესტს გამოხატავს და სამართლის სწორად განმარტება ეს არის. სამწუხაროდ არც მოსამართლეც აცუა, არც სხვა მოსამართლეები, რომლებიც ამ საკითხს წყვეტენ, არ იხილავენ ამ საკითხს საერთაშორისო სამართლის სტანდარტები და ვიწროთ უყურებენ და კანონი არ იკითხება სიტყვა-სიტყვით. კანონის განმარტება არის საჭირო ვრცლად და ზოგადად. ამიტომ ეს არ არის კანონის დარღვევა. ეს არის ანტიკონსტიტუციური წესების არ მიღება, რომლის უფლება აქვს მოქალაქეს, იმიტომ რომ მასზე მაღლა მდგომი კანონი, როგორც არის, როგორც გითხარით, კონსტიტუციას და კონვენციას ანიჭებს მოქალაქეს პროტესტის ამგვარად გამოხატვის უფლებას. ვიდრე ჩვენ ამ კანონებს წავიღებთ სტრასბურგის სასამართლოში და ვამზადებთ ამ საქმეებს, იქამდე მინდა ეს განმარტება გაკეთებულიყო მოსამართლეებისთვის პირველ რიგში. ვინმე მაინც ყურად უნდა იყოს, რომ ყველა ასეთ საქმეს წააგებს სასამართლო, საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც კი წავა. ბოლო საქმე, რომელიც წააგო საქართველოს 2025 წლის გადაწყვეტილება, ეს არის რუხაძე და სხვები, საქართველოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით რო დააკავეს, გახსოვთ შეშა რომ მიქონდათ გასათბობა რუსთაველზე მარტის აქციების დროს. აი იმ საქმეზე რო დააკავეს ან ორი აქტივისტი, რუხაძე და მეორე, ვინც გაასაჩივრა და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ეს საქმე წააგო საქართველოს. ეს ერთ-ერთი ახალი გადაწყვეტილებაა და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ჯერ ერთ-ერთი ის შეშა გასათბობა ობათ მიქონდათო. მეორეც ერთი თქვა, რომ პოლიციელების ჩმენება არ არის საკმარისი, რომ დაადგინოს სასამართლომ დარღვევაო და მესამე თქვა, რომ ადმინისტრაციული დაპატიმრება არ იყო პროპორციული ზომა. არ ვიცი კიდე რა მაგალითი უნდა მოუყვანო მოსამართლეებს წაიკითხონ ეს გადაწყვეტილებები. კიდევ რამდენიმე საქმე წააგო საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში. ეხლა ამიტომაც არის, რომ სტრასბურგის სასამართლოც აღარ უნდათ და აღარც ევროპის საბჭო. რამდენიმე საქმე, სადაც დაადგინა სტანდარტი, როგორ უნდა მოქმედებდნენ პოლიციელები და პირდაპირ თქვეს, რომ აი ესეთი ადმინისტრაციული პატიმრობა, ქეთა ციცქიშვილი როგორც დააპატიმრეს, როგორც დააპატიმრეს ვახოსანაიას, სხვა აქტივისტები, სხვა შორის ვახოსანაიასთან კიდევ ორი აქტივისტია. მასთან ერთად იმ საკანში ისინიც აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებულები. ეს არის ყველა უკანონო პატიმრობა. და სიამდვილეში კანონს ახლა არღვევს პარლამენტად წოდებული ორგანო, რომელიც იღებს ანტიკონსტიტუციურ კანონებს. კი ბატონო და კიდევ ერთ აი ჩვენ ვახსენეთ სწორედ კობახიძის კომენტარი, ხომ? აი პრინციპში მაგ კომენტარის დროს თქვა ასევე ის, რომ აი ჰუმანურად მოქმედებთო, მეთოდურადო და მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული, რომ მიზანი რთული გამოსაცნობი არ არის, რასაც გულისხმობს, არის რუსთაველის გამზირზე, რომ პროტესტი აღარ იყოს. გარდა ამისა, ქალბატონო ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მას დღეს შეკითხვა დაუსვეს, რომ აი გითხარით ყოფილ მაღალჩინოსნებზე, თქვენს ყოფილ თანაგუნდელებზე ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ფარცხალაძესთან დაკავშირებით რა ხდება? ან რა მუხლით იძიებთ გამოძიებას, ან დაკავებულები არიან თუ არა ეს პირები და კობახიძის პასუხი იყო შემდეგი. რომ მე ვიცი, მქონდა კითხვები, ამ კითხვებზე მივიღე პასუხი, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით. ეს საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა, მოკლედ. როგორ ფიქრობთ, აი რატო ტოვებენ რაღაცა ინფორმაციულ ვაკუუმში ამ მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლები? ეს ხომ სპეციალურად ხდება ალბათ დამეთანხმებით, ხომ? რაღაცა დემონსტრაციულად გვაჩვენეს მათი ქონება, რაღაცა კორუფციაში დაადანაშაულეს საჯაროდ, რა რაოდენობის თანხა ამოიღეს მათი საცხოვრებელი სახლებიდან, მაგრამ არიან, რას ედავებიან, დააკავეს თუ არა, ამას რაღაცა საიდუმლოდ ტოვებენ. აი, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს, აი, ბუნდოვანება ამ ნაწილში, ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ? ხო, პირველ რიგში რაც შემამჩნია ბოლო პერიოდის
კომენტარებს ხშირად დიდი დოზით ვერ ვუყურებ, არ ვუყურებ და ვერც ვუყურებ კობახიძის ამდენი ადამიანური გამძლეობის რესურსი მეც არ გამაჩნია, რომ მას დიდი დოზით უსმინო უბრალოდ იმისთვის, რომ გამოვიცნო რას რატო ამბობს და რასაც დავაკვირდი ბოლო პერიოდი შეწყვიტა სამართლებრივ თემებზე კომენტარების გაკეთება, ეს როგორც ჩანს აუხსნეს, რომ ყველა მისი განცხადება, როდესაც ის მაგალითად პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებზე აკეთებდა, ეს განცხადებები ჩვენ წავიღეთ უკვე სტრასბურგის სასამართლოში, მაგალითად ანდრო ჭეჭინაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც გამოგზავნე უკვე იქ მისი კომენტარები საჯაროდ გაკეთებული, იქ ციტატებად გაშვებულია უკვე და ამას საუცებად განიხილავს სასამართლო და ნახოთ რა შეფასებას მისცემს, მოვლენებს არ მინდა რომ დავასწრო, მაგრამ ეს როგორც წესი, როდესაც აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი კომენტარებს სისხლის სამართლის საქმეზე, აღიქმება როგორც პირდაპირ ზეწოლა. და ამ ბოლო დროს ეს შეწყვიტა, თუ ამჩნევთ ესეთ კომენტარს აკეთებს, არა კი ვიცი მე ყველაფერი ვიციო თან თქვა და სამდუშავად არაფერი არ იცის ის რაც უნდა იცოდეს, მაგრამ ვიციო, მაგრამ არ ვიტყვიო, იმიტომ რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა თქვანეს. ეს არის აი ამისთვის გაკეთებული, რომ ესეთი განცხადებები სტრასბურგში მიდის და მან ეს უკვე იცის, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა ხო არის მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს სახით და როგორც ჩანს ამას ეუბნებიან. მე ამით ვხსნი, იმიტომ რომ სამართლებრივად ეხლა ეს ყველა ესეთი საჯარო პრობლემური თვითონ მათთვის. მაგრამ რას ნიშნავს ეს? რასაც ნიშნავს არის ის, რომ ჩხრეკის დროს რაც ამოიღეს, ოღონდ არ ვიცით ჩვენ ის 7 მილიონი რამდენი ადამიანის სახლიდან არის ხო ამოღებული შე 1 2 7-ის და ის ქონება ვისი რა არის. ეხლა უახლოეს დღეებში ეხლა მიდის ექსპერტიზა, ითვლიან აფასებენ ამ ნივთებს. ეს ბუნებრივი პროცესია, იურიდიულად როგორ არის ჩხრეკის შედეგად თუ ამოიღებ ნივთებს, თუ თვლი რომ ის კანონსაწინააღმდეგოა და ასე უკვე თქვეს, რომ კორუფციას ებრძვიან ხო ამით, ანუ გარკვეული მინიშნებები გააკეთეს, რომ ეს თანხაც და ეს ნივთებიც არის რაღაცა კორუფციული დანაშაულის შემადგენელი. ეხლა ეს დღეები ალბათ მუშაობენ ჩემი ლოგიკით და სამართლებრივადაც ესე უნდა იყოს, რომ დაიდოს დასკვნა ვისი სახლიდან რა არის ამოღებული კონკრეტულად რამდენია და რა ჩაითვლება დანაშაულებრივად მოპოვებულ ნივთად თუ შემოსავლად და ამას მოყვება დაკავება და ბრალის წარდგენა. იმიტომ რომ სხვაგვარად მაშინ ამას ხო ვერ წაიღებენ, რადგან აჩვენეს ეს ნიშნავს რომ ამას გაგრძელება მოყვება. ანა, იმიტომ რომ ეს ვეღარ დაიმალება და ვეღარ გაუძლებენ იმ კითხვებს, რომ აჩვენეთ მე რა სახში წაიღეთ ეს ნივთები, ანუ ამის გაგრძელება იქნება უახლოეს დღეებში, უბრალოდ თავად არაკეთებს ამ განცხადებას ეხლა კობახიძე, ამას გააკეთებინებს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან გენერალურ პროკურატურას, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ ამას მოყვება დაკავებები და მოყვება ბრალის წარდგენა, ანუ სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე კონკრეტული პირების მიმართ, ვისთანაც ჩხრეკები ჩატარდა. ეს არის შემდეგი გაგრძელება სამართლის ენაზე. პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, იმიტომაც ეს ჩხრეკები ჩატარდა, იმიტომ რომ ჩხრეკა ხო არ ტარდება უადგილოდ. მას კონკრეტული მიზანი აქვს და იციან, როცა შედიან, რომ იქ რაღაც ჭირდებათ, რაც უნდა გამოიყენონ სისხლის სამართლის საქმეს. ეს გამოძიება დაწყებულია კარგა ხნის და მიმდინარეობს. ამას ნიშნავდა ეს კომენტარი. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო ეკა ბესელია იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.